დილა მშვიდობისად. ევეკო მოგვყავს მე და დანიკო სკოლაში და მე დანი საწავა. ისიქნა გოგო ხელში. თელ სკოლას იცნობს, ოღონდ სახელები არ იცის ყველასი ჯერ. ой, უფროს კლასელები არიან და ხო. ანუ ბერძენია, მაგისი თქვა გინდა? მიყვარხარ. უი, არ უნდა და ქალბატონს კოცნა. Ade calo massima. oi ხევეკო. გახარებული. როგორც იცით. სად მივდივართ? ბესოსთან. ბესოსთან დედიკო სამწუხაროდ ეხა ვერ მივდივართ. ბაღში მივდივართ. ბესოსთან გინდა? მაშინ ვიყიდო თვითმფრინავის ბილეთი და წავიდეთ. ისე ვერ წავალთ. ავტობუსის ბილეთით ვერ წავალთ, და? ვერავეთ. სალი ხელით ვერავედი. ტროტუარებზე კიდე კარგად ადის ეს ჩვენი ეტლი. ხო და როგორც იცით, ევეკო. კვირა, ერთი კვირა და 2 დღე არ იყო. ავიყვანე ხო? ერთი კვირა და 2 დღე არ იყო სკოლაში. ყურისანთების გამო და ახლა რომ მივიყვანე ჭკვაზე არ არის სიხარულისგან. გოგო, რამდენს ლაპარაკობში? არ გინდა გადაღება? ოკეი. ხოდა დღეს დანიელა მიყავთ თეატრში. ბაღიდან. ხო, კირია დორას მიყავ ხარ და კირია იროს. ეს და აქ პოლიკლინიკაა. არ არის ბაღი. ექიმი, ხო, ექიმი, ბოდიში. მეტოჭება ეს ვინ არის? გაგულახავს უყურებს. ასეთი ამბები. მოკლედ, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ დანის დაბადების დღეს. მოლოცისთვის. ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ძრო გამოყავით ჩვენთვის და ჩვენ ოქრო გოგოს და ცქრიალას და სიმსივას მოვლოცეთ ამდენი თბილი სიტყვებით დაბადების. ხო, და წავედით ახლა მოკლედ დავტოვეთ დანიკო. იმედია მოვასწრებ სახში მობრუნებას, ვიდრე წინა დაიწყო, რადგან ქოლგან წამობილია. ეს არება ქოლგის ტარება. ტრადიციული გაჩერება ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინასთან, სადაც ეს საოცრებებია. აქ თუ არ გავაჩერე დანიელა, აი მე რა სასწაულები ხართ. ესენი ვინ არიან, დედა? ვარჯიშობენ? ესენი ნახედე? ვერთო ჩემო. პრინცესებია? წავედით? იქეთ კიდე არის. აჰა. ეს მაღაზია არის დავაკზე. ნახე. აქეთ არ არის? აი, აგერ არის. საწოლზე. დავედით. რატომაც არა მივერთვათ ყავა, რადგან გვაქვს ამისი დრო. დღეს არ მუშაობ და შემიძლია თავს უფლება მივცე ცოტა ხნით ჩამოვჯდე, ყავა დავლიო. ზურას წინავს. სახში მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჯერ და ასე რომ მოვუწრობთ ყავა და გავეცნოთ ინფორმაციას თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. რა ხდება იმ დროს, როდესაც სახლიდან გამოსვლის წინ წაის მე ჩხლებს ლაქს და ფიქრობ, რომ გზაში გაგიშრება. ყველაფერზე გედება თითები, სრე ქურთუქს, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი არ შეიმჩნიო და განაგრძო გზა. და ვინაიდან და რადგანაც ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ თმა შევიჭრა, შესაღებად არა მაქვს ახლა მაგისი დრო,
ფიზიკურად ვერ გავჩერდები 3 საათი სალონში. თვას შევიჭრი. და მე ან სახში შევიღებავ, ან სხვა დროს მოვალ და შევიღებავ სალონში. ეხლა მივდივარ მარიამის სალონში. ჩვენთან აქვე კალითიაში დიმოსთენუზე. სადაც გადმოვიდა ძალიან მაგარი სტილისტი. რეზი ძალიან ბევრმა ათენში მყოფმა ქართველმა იცის რეზის შესახებ, თუ რა მაგარი სპეციალისტია მისი საქმის, კარგი მცოდნეა. ხო და მივდივარ რეზისთან ერთ სიტყვით თმა რომ შემიჭრავს რაღაცას რომ დავემგვანო და შეღებაზე მე სხვა დროს მოვიფიქრებ. სურა წავიდა ზეთი შეცვლა უნდა და მოტოციკლეთზე და პლუს უნდა საწვიმარის ყიდვა, რადგან რომელიც აქ იმაში წვიმას ატარებს და ეს დღეებია ძალიან ცუდი ამინდებია და დასველდა რამოდენიმეჯერ და ვიდრე ზურა მის საქმეებზეა მე თმა შევიჭრი და მე ვნახოთ რას ვიზამ. სახშიც ბევრი საქმე მაქვს ცოტა მივკარ-მოვკარი ხელი სარეცხი ჩავყარე ირეცხება და რომ მოვბრუნდები არ შეიძლება ზურას შევხვდე სადმე ნახოთ ვერ გეტყვით იმედია ჩაფხუტი წამოღებული აქვს ზურას ჩემი ნახოთ თუ არა და მივბრუნდები სახლში და ავიღე იმიტომ რომ თქვა რომ გავიდეთო სადღაცო და სად არ ვიცი ნახეთ ხალხო რეზიმ რა საოცრება ჩაიდინა რა სასწაულად შემჭრა თმა აი მე როგორ მომწონს თქვენ ვერ წარმოიდგენთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ ხო და ესე მითხრა ეხლა რადგან არ გცალიაო შესაღებათო რომ მოხვალო ფერიო იმდანაც კარგად გამოჩდაო ეხლა შეჭრილზეო მხოლოდ ძირები და სულ ოდნავ ძირთადად ძირები გაქვს მაინც შესაღებიო და აი მე როგორი კმაყოფილი ვარ ძალიან მომწონს ამბიც აქ ოქროს ხელი ამაზეა ნათქვამი თავი დაუდები და არ უნდა ახსნა განმარტება თუ რა გაგიკეთოს თვითონ გაგიკეთოს რაც საჭიროა იმას ან მაგარია კარგი ხანია უკვე სახში ვარ ცოტა მივლაგდი და ქათამი მქონდა მთლიანი ნაყიდი გავყავი შუაზე კარგად გავრეცხე როდესაც კანს ვუტოვებ ქათამს მაგ შემთხვევაში მარილით და ძმრით და პურის ფქვილი აღარ იყო და მჭადის ფქვილითაც ვრეცხავ კარგად და წავუსვი აჯიკა, ქართული აჯიკა, ჩემი ბავშვობის მეგობრის დედის გაკეთებული კარგი ცხარე მეგრული და წავაბრძანებ ახლა აეროგრილში. და ვფიქრობ ბაჟე ხوار გავაკეთო თქო. და შევწოთ მოკლედ. ხათამი დავტოვე ზურას იმედზე. და მე მივდივარ ახლა პაბლიკში ზურას უნდა power bank-ი. იქნებ ვნახო რომელიც მას უნდა და მინდა პეპკოში ვნახო პიჟამოები თუ იქნება ან რამოდენიმე ზედა დანიელასთვის რადგან რაზედების ხანდა ქალბატონმა გაანადგურა. ფლომასტერებით, საღებავებით ბაღში. ხო და პეპკვარი იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში. ძვირს არ იხდი. ხარისხიც ნორმალურია. ზრუალებს. ხარისხიც ნორმალურია და თუ გააფუჭებს არ დამენანება. და წავედით მე იქიდან გამოვიყვანე. ჩქარა ევეკოსკენ ახლა. და ვუყიდე დანიკუნას. წავედით ახლა ეველიკუნასთან. წამოვიყვანოთ სკოლიდან. და ხუთშერს ვარ გასაქცევი კიდე პედიატრთან. ფურცელი მჭირდება. გაცდენები რომ საპატიოდ ჩაეთვალოს. და იქ ვარ კიდე ცალკე გასაგან. რამდენზე გავიჭრა ვიცი. იმედია ჩემმა ქმარმა ქათამი არ დაცვა. გაგო, შემოტრიალდი. როგორი აბადოკი მოგიტანა ნიკოლმა. დანიელასაც და წადი მიდი დედიკო მზე გაწუხებ სიხარულო. მისი დაქალის დედიკო მოუტანა ეველიკუნასაც და დანიელუშკასაც დანიელას ეგერა მაგ ჩანთაში და სხვათა შორის დანიელას მოუტანა ჟილეტი საჩუქრად. თითქმის უცმელი აქო ზოისო და ხوار გეწყინებაო რომ მოგიტანე. რა უნდა მეწყინოს რას ლაპარაკო პირიქით მადლობა ყურადღებისთვის და არა ეს არის ფიქრო რომ დაბადების დღეს საჩუქარეო მაგიო ცალკე იქნება. სასწაული გოგოა ძალიან მაგარი ადამიანი.
შევედინე არის მაიმუნობის ხასიათზე. მე ქალბატონმა იმეცადინა. ხო არ მიმეცადინა. აბა რა ქენი და ლექსებს რო სწავლობდი და წაიკითხე, მაგ მეცადინეობა არ არის? არის. ახლა სად მიდიხარ? გიმნასტიკზე. ტიროპედიკალისთან. გიხარია? კი. დედიკო მიერთვა უგემრიელესი აჯიკაში შემწარი ქათამი და შორს არ არის დედა 10 წუთიც არ უნდა სახლიდან და დავტოვებ ფევას და მე წავალ სოფიასთან ცნობის წამოსაღებად. Hello? That's good? Where go we? That when we come, isn't this like La Khanyas es. Yeah. Okay. აღმართზე გაუჭირდა ქალბატონს. ვაიმე ცივა დაგვიზამთრდა. როგორი საყვარელი მასწავლებლები ყავს. ეხლა რომ მივიყვან ეველინა. ხო გაუცდა წინა ვარჯიშები და როგორ არისო ეხლა თავს როგორ გრძნობსო და მეთქი ნორმალურად კარგად არის მეთქი და თუ გინდათო რაც გაუცდაო დამატებით საათი გავარჩენებოდა. იყოს მოთხარი არაუშავს ის ორი გაკვეთილი ეხლა არ დაიქცა ქვეყანა მაგითი. მაგრამ მაინც ყურადღება რამხელას ნიშნავს რომ თქვენ ფულს იხდით და ბავშვს ორი გაკვეთილი გაუცდა და შეგვიძლია ანაზღაურებ უბრალოდ დროის მხრივ ისე გვაქვს გადანაწილებული კიდე დამატებით საათებს ვერ მოვიყვან ამ კვირაში. ხო და როგორ ატარებსო დროსო აქ უხარიაო რომ მოდისო ანუ თავისი ნებით მოდის ბავშვი თუ ანუ მშობელს უნდა რომ იაროს და მაგიტო და არა მეთხარი გიჟდება ისე მოსწავს მეთხარი თქვენ ხსენებაშია სულ თქვა და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობაო და ეს პატარა დიალოგი და ერთი-ორი თბილი სიტყვა როგორ კარგად მოქმედებს შენზე და მით უმეტეს ბავშვის განწყობაზე რო ფიქრობენ პირველ რიგში და არა იმაზე რომ ფული რო აიღონ ანუ მაგაზე რო აქცენტი არა გაკეთებული. Wow, for a fresh nature. ესენი cookie. რაღაცა ბუჭიკი ის არის. ორცხობილების და ჩირეულის ეს რაღაცა არ იყო ახალი გახსნილია. რეებს არ აღმოაჩენ ხოლმე. ეხა ეს ისეთ ადგილზეა. ანუ უნდა იცოდე რომ აქ მოხვდე. ვაუ, გამიკვირდა. წავედით ახლა სოფიასთან. წავიღოთ ცნობა. კარგი სუსხია მეგობრებო. მინდა გითხრათ. ამასობაში ნუშის კაპკეიქებიც გავამზადე, უფრო სწორედ ცომი გავამზადე, ეხლა წაბრძანდება ეს ხუმელში გამოცხება, მანამდე გოგოებს ვაბანავებ. ხო და მე გავაკეთებ გულსარცს და იმედია კრემსაც თუ არ და კრემს ხვალ გავაკეთებ. ნახოთ როგორ გამოცხება. ესეც კაპკეიქები, ესეთი გამოვიდა, ეხლა ეს უნდა გაცივდეს, ამას გავუკეთდება შემდეგ გულსართი. აქ ეს ამას ამოიჭრება, გაუკეთდება გულსართი და ზემოდან კრემი. პეპკოში დანიელუშკას ვუყიდე ესეთი ზედები, 3 ცალი. არც ძალიან სქელი, არც ძალიან თხელი, ეს მომწონს ძალიან და დანიელუშკასაც ძალიან მოეწონა. კიდე მინდოდა რამოდენიმე ზედის ყიდვა, რომელიც მომეწონა, ზომები არ იყო, მაგრამ არა უშავს, მე კიდე დავუმატებ. უყიდე ასევე ტრუსიკები, ნასკები, ეველინასაც უყიდე ტრუსიკები და ნასკები და დავიწყე ამ ყველაფრის დახსნა, რომ ჩავყარო გასარცხად და მე გამახსენდა, რომ ვიდეო არ გადამიღია და მოკლედ ესეთი შენაძენი გამომივიდა პეპკოში მოკლედ. საკმაოდ
კარგი ხარისხის არის. ყოფილი ვარ, რადგან ყიდულობ აძლევს საკმაოდ ადეკვატურ ფასს 5 ევროს და თუ ვთქვათ ბავშვი დასვრის გული არ გაგისკდება, ისე რომ დასვაროს, რომ არ გაირეცხოს, არ მოცილდეს, გული არ დაგწყდება. ამაში 4.5 მივეცი, ამაში 4 ევრო მივეცი. ტრუსიკებიც 3 ცალი მაგალითად 2 ევრო ნახევარი და ესე ნასკებიც დაახლოებით მასეთ ფასები აქვს ნასკებსაც 2-3 ევრო მოვაცილე. ანუ აგერ არა მაქვს დანიელას ნასკები გაუხსნელი. რამდენი ცალია შეგნით? 4 ცალი ნასკი, ევრო 80. ნასკი წინ და რა ვიცი, რაც გინდათ ის დაუძახეთ. საკმაოდ ნორმალური ხარისხი აქვს. 2 ევრო, 4 ცალი. და რატომ უნდა იყიდო და რატომ უნდა იხადო რაღაც სასწავლო ფასები, როცა საკმაოდ ნორმალური ხარისხის, ანუ რეცხავ, არ იწელება, არ იცვლის ფორმას, არც არაფერი. თუ დასვრის და არ მოცილდება, არ დამენანება მაინც და გული არ დამწყდება. ესე რომ წავედი ხა ყველაფერს დავაცალე ეტიკეტები, დავრეცხე. ხო და თქვენც დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში, ეს მომწონს ძალიან.